ესე იგი, აქ არის ახლა ჩვენი სპექტაკლის კოსტუმები, რომლებშიც ერთობლივი ძალებით მონაწილეობა მივიღეთ და აი მაგალითად ეს არის თვითონ ჩემი კოსტუმი ანტონ კათალიკოსის ამ როლში ვარ და აი ეს რაც იყო ეს ქუდები, სხვადასხვა რეკვიზიტები და აი ეს საეკლესიო შესამოსელი ეს შევკერე მე და დანარჩენი და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბესო ბასილაძეს და დარეჯან ტეფნაძეს, რომლებმაც ქალის კოსტუმებზე და მამაკაცის კოსტუმებზე იმუშავეს. კიდევ გვაქვს ერეკლეს ქუდი, ნადირ შაჰის, თეიმურაზის და სხვადასხვა ქალის ჩიხტიკოპები და რომლებშიც მონაწილეობა მივიღეთ და ეს ქუდები და ეს რაღაცები ერთობლივი ძალებით დავამზადეთ. როდესაც რეპლიკას მოხსენს აუცილებლად ჩამოგაკითხავ, ჩაიწერება შუქი ჩაქრება და შენ ეკრანი იღებ აღმარდას და გადიხარ კულის. მე 6 კლასში ვიყავით, როდესაც გაჩნდა სურვილი რომ აი ეს სპექტაკლები გავიკეთებინა სკოლაში და დასი ჩამოგვეყალიბებინა თეატრალური და როდესაც მე მოვედი, ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს იდეა რომ ერთად გვემუშავა სხვადასხვა სპექტაკლებზე და პირველი ჩვენი სპექტაკლი იყო ნოდარ დუმბაძის ჰელადოსი რომ გავიკეთებინა. შემდეგ მე 7 კლასში ვიყავით, როდესაც უილიამ შექსპირის ოტელო დავდგით სცენაზე და ეხლა მუშაობ უნიკალურ პიესაზე ნოდარ მაჭარაშვილის წიგნის მიხედვით დგამთ ისტორიულ დრამას, რომელსაც დგამთ ლადო მესოშვილის დრამატულ თეატრში და ძალიან დიდი ღელვაა და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით აი ამ სპექტაკლს. ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია, როდესაც ჩვენი თანატორლები, ჩვენი დამრიგებელი თიკო ჯაფარიძე, ჩვენი სკოლის დირექცია ესე მხარში გვიდგას და აი ეს ჩვენ უფრო გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ ჩვენ უფრო ბევრი გავაკეთოთ ესეთი თეატრალური წარმოდგენები, სპექტაკლები და ძალიან უფრო და მეტი გვინდა ამ სფეროში რომ განვითარდეთ აი ჩემი თანატოლებიც და რა თქმა უნდა მეც. უნდა შევივლოთ ადამიანება რომ შენებაზე არ არის ყველაფერი. შენ რომ ყველას გამრუდებული გზა გაუსწორო. შენ რომ ყველა ბოროტი გააგეთილ შეგვილო ყველა ფიხვი დააჩქენო მას რაღა აზრი აქვს შენ ყოფას ღმერთო. ღმერთო. აქ ის მომიყვანე. სიზმარი ნახეირა. ღმერთი დაგესიზმრა. ხო, მაგრამ სიზმარსაც არ გავდა. როდესაც ჩვენ თოჯინების თეატრში უილიამ შექსპირის ოტელო დავდგით, ამან უფრო მომცა კიდევ რაღაცა ახალი სპექტაკლი გამეკეთებინა და ფიქრობდი რაღაც ისტორიული პიესა ამოყო. გამოჩნდა ძალიან ისეთი უნიკალური წიგნი ნოდარ მაჭარაშვილის ავი მუსაიფი, ისტორიული დრამა, რომელიც აი ზუსტად საინტერესო ის არის რომ კონკრეტული თემა არ იყო ამ წიგნში ასაკული რაღაც ასპინძა, რაღაც ინგილო ქალისა და ერეკლეს შეხვედრა ერთმანეთთან. აქ იყო მთელი ერეკლეს დაბადებიდან გარდაცვალებამდე მთელი პერიპეტიები ასახული და აი ზუსტად ამან დამაინტერესა მე რომ მთელი ეპოქა შეგვექნა ჩვენ სცენაზე. ძალიან მწირი ინფორმაცია არის თვითონ ერეკლეს დედაზე და როდესაც პირველად წავიკითხე ეს წიგნი მე თვითონ უფრო შემიყვარდა ეს მეფე და ძალიან ბევრი რამე გავიგე ამ მეფის შესახებ და არა მარტო დიდებისთვის, არამედ ბავშვებისთვის არის ეს წიგნი განკუთვნილი და აი როდესაც ბავშვები კითხულობენ ამ მხატვრულ რომანს, ძალიან ბევრ რაღაცას აიღებენ ინფორმაციას და ძალიან ბევრ ისტორიულ წყაროებს აიღებენ აი ამ წიგნიდან. და ამ წიგნში ზუსტად ეს არის საინტერესო, აი ყველაფერი აბსოლუტურად იმედგაცრუება და რწმენა, ღალატი და ინტრიგები და როდესაც წიგნს კითხულობდი პირველად იქ გამოჩნდა ერთი შეხედვით უარყოფითი პერსონაჟი ერეკლეს დედა. მაგრამ უკვე როდესაც მე დავფიქრდი და უკვე სიღრმეებში ჩავედი, როდესაც უკვე პიესის წერა დავიწყე და თითოეულ პერსონაჟს ვაანალიზებდი თუ რა აქვს ზოგადად და
რა კუთხით შეიძლებოდა წამეყვანა მე სპექტაკლში და აი ეს ქალი უკვე თანდათან მე შემიყვარდა ერეკლეზე და იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად ქვეყნის გადარჩენასა და რჯულის გამტკიცებისთვის და ისეთი საქმეების გაკეთება მოუწია რომ უფრო დაძაბა და უფრო დრამატურგიისკენ წაიყვანა ეს რომანი. გაუმარჯოს უფლისურ ერეკლეს. მეფედ გადაქცეულა ჩემი პატარა კაცი. მე ამახება რომ ასეთი შემართებით არის ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა, მაგრამ დაგვირთეთ ჩვენი შვილების, დედების, მამების მომავალს. და აი ამ სპექტაკლით ჩვენ ძალიან დიდი მოკრძალებით დავდგებით მესხიშვილის თეატრში დიდ სცენაზე და ძალიან მკაცრები ნუიქნებით ბევრი რაღაცების გათვალისწინებით. ეხლა ჩავთა უკვე საფინალო მელოდიას, უკვე ერეკლეს სიკვდილის სცენა და წავიდა. აი შაკარად ერთი.